ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნა გაცემული რეკომენდაცია, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და აპრილის თვისთვის ჩანიშნოს თარიღი, როდესაც უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები, იმიტომ რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და შესაბამისად არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს აღიარება. თუ ქართული ოცნება გადაწყვეტს, რომ იმის ნაცვლად, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც აიღო ქართული ხალხის წინაშე და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ამ ვალდებულებების შესრულების ნაცვლად ის გადაწყვეტს, რომ დატოვოს საპარლამენტო ასამბლეა და დატოვოს ევროსაბჭო, ის პირდაპირ დაადგება იმ გზას, რა გზაც გაიარა რუსეთმა და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ის მოქმედებს ქართული ოცნება არა ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რუსეთის მითითებით. ამიტომ ეს ტესტი, რომელიც მან უნდა ჩააბაროს სულ რამდენიმე საათში, კიდევ ერთხელ იქნება იმის ტესტი, ემსახურება ქართული ოცნება ქართველი ხალხის ინტერესებს და შეასრულებს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების საკითხს, თუ ბოლომდე გაყვება პუტინის რუსეთის გზას, რომელმაც თავის დროზე სწორედ ადამიანის უფლების მასობრივი დარღვევის და დემოკრატიული გზიდან გადახვევის შემდეგ დატოვა ევროსაბჭო და ამით განამტკიცა ავტორიტარიზმი. ყველა შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ რუსულ გზაზე საბოლოოდ შედგომის შემთხვევაშიც კი ეს იქნება დროებითი, იმიტომ რომ ქართული ხალხი არ მოითმენს, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ქართული ოცნების სახით.